დილამშვიდობისა, როგორც აღნიშნეთ, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ის დღე, რომელიც ყოველთვის გვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ენის დაცვა, ასევე განვითარება და ახალი თაობებისთვის გადაცემა. მე ახლა გიერთდებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, სადაც სწორედ ინახება ის მნიშვნელოვანი კულტურული ხელნაწერები, რაც ესე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სწორედ აქ არის იაკობ გოგებაშვილის დედაენის შექმნის უნიკალური მასალები და უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ის სახელმძღვანელო, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა, ასევე ჩვენ ქართველებს შეგვაყვარა ჩვენი ენა და უნდა აღინიშნოს, რომ დედაენა ნამდვილად რჩება ქართველობის იდენტობის მთავარ სიმბოლოდ და ჩვენთან ერთად დილიდან იმყოფება ქალბატონი ესმა მანია, რომელიც არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივების საცავის მცველი და ჩვენ სწორედ ამ საცავში ვიმყოფებით და საშუალება გვაქვს, რომ გავეცნოთ იმ მასალებს და ასევე გავიგოთ თუ რამხელა შრომისა და სიყვარულის შედეგად შეიქმნა დედაენა, რომელმაც ყველა აღზარდა, ესე ვთქვათ, რომ მოგვიყვეთ, დავიწყოთ, ესე ვთქვათ, მოგზაურობა იმ წარსულში, რამაც აქამდე მოგვიყვანა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის და არა ტირაჟირებული მასალიდან ამბის გაგებისთვის, არამედ უშუალო პირდაპირ ავთენტური წყაროებიდან მასალის მოძიების, ისტორიის რეკონსტრუქციის სურვილისთვის. დედაენის თემა იაკობ გოგებაშვილის არქივში არის ერთ-ერთი ბლოკი, იმდენად დიდი და ფართოა მისი. ჩვენ კი მაინც დედაენის შემქმნელად მთავარი ამბავი გვგონია დედაენა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებაში, მაგრამ ის არის ერთ-ერთი მთავარი ამბავი და დღეს ჩვენ მას შევეხებით. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, როგორც მოგეხსენებათ, მე-19 საუკუნეში, რომელსაც შემდეგ დაეფუძნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და შეიძლება ვთქვათ, რომ ქართული უნივერსიტეტის იდეა და განხორციელებაც. მაინც როგორ იქნებოდა დედაენა? იაკობ გოგებაშვილის არქივში ინახება ერთი ფურცელი, რომლის ცენზურა გავლილი ვერსიაც გვაქვს ჩვენ ნანახი და აი ამ ცენზურა გავლილი ვერსიიდან 85% გადახაზულია. აი 15%-ია დარჩენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საზოგადო მოღვაწეებს რა ძალისხმევასაც დახარჯავდნენ, იმ ძალისხმევის მხოლოდ 15% რეალიზდებოდა. ძალიან დიდი წინააღმდეგობის წინა შეიდგნენ და ამ პირობებში ის რაც იაკობ გოგებაშვილმა და საზოგადოების მის გვერდით მდგომმა ნაწილმა გააკეთა, არის მართლა ძალიან კოლოსალური. 2 მილიონამდე ეგზემპლარი გამოიცა მისი სახელმძღვანელოების და მის სიცოცხლეში 25-ჯერ, დაახლოებით 25-ჯერ გამოიცა დედაენა და ეს იყო ფანტასტიკური გარღვევა მაშინდელი ქართული საზოგადოებისთვის. იაკობ გოგებაშვილს ბუნებრივია უწევდა დიდი ძალისხმევის გაღება ორი მიმართულებით. ერთი ის, რომ მოეპოვებინა ოფიციალური ნებართვა დედაენის გამოცემისა, ეს მაშინ ძალიან არასახარბიელო მოთხოვნა იყო იმპერიის მესვეურთათვის, რომელთაც დაქვემდებარებული ერი ვიყავით ჩვენ და დაქვემდებარებული ერის განვითარებას, თვითშემეცნებას, ინტეგრირებას სოციალურ პროცესებში და კულტურულ პროცესებში დამპყრობელი არასოდეს ეთანხმება და აი ამ მხრივ ძალიან დიდი ბრძოლა ჰქონდა იაკობ გოგებაშვილს და მეორე მხრივ მას უნდა ეზრუნა მთავარ საკითხზე. შეექმნა დედაენა შემოქმედებითად, ეფიქრა ყველა ასოს მოხაზულობაზე, ეფიქრა ტექსტებზე, შეექმნა პირველდაწყებითი ნიმუშები და სწორედ მან მიაკვლია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მან მიაკვლია ორი ასობგერის კომბინაციით უნიკალურ საწყისს, აი იას და ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი თემა. აი აქ ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს არქივი ძალიან საინტერესო მასალაა, იმიტომ რომ არქივი არ იტყუება, ყველაზე ავთენტური, ყველაზე ცოცხალი ისტორია. აი თქვენ აქ ხედავთ ამ ვიტრინაში, თქვენ ხედავთ დედაენის პირველი ნაწილისთვის მომზადებულ ავტოგრაფებს, აი როგორ მუშაობდა იაკობ გოგებაშვილი. ეს თავად იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერია, ესეთი უნიკალური მასალა ინახება სწორედ ამ ადგილას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დიახ, ასობით ერთეული ინახება, ასეთი როგორ მუშაობდა, საკუთარ თავს როგორ ებრძოდა, რომ მეთოდოლოგიურად გამართული ყოფილიყო ეს, რომ მარტივიდან რთულისკენ სვლა, ფსიქოლოგიურად გამართლებული ყოფილიყო, რომ ილუსტრაციებით დატვირთული, მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო. გარდა ამისა, საინტერესო ის არის, რომ ჩვენ რაც ახლა მზა პროდუქტად და მზად გვევლინება, თითქოს ანბანი, ქართული ანბანის თითოეული ელემენტის მოხაზულობაზე ერთი და ორი ადამიანი კი არა, მე-19
საუკუნეში კომისიები მუშაობდნენ. აქვე არის ერთ-ერთი კომისიის ოქნი, რომელსაც დაუდგენია ასოთა მოხაზულობა, აი დედაენაში შესატანი ასოთა მოხაზულობა და იაკობ გოგებაშვილი ერთგან წერს, რომ ჩემი ვერსიიდან მხოლოდ რამდენიმე ასო იქნა მოწონებულიო, რადგან შნოიანია და ლაზათიანიო. ანუ სულ რამდენიმე არაერთი ადამიანის მოხაზულობით შედგა დედა. ხოთაშორის ერთგან უწერია, რომ ძალიან საინტერესო ის აქვს კვლევა ქართულ ასოთა მოხაზულობაზე, რომ თუ გახსოვთ ჩვენ პირველ კლასში გრძელ ასოებს რომ წერდით, ზედა და ქვედა ნაწილები უფრო დიდი იყო ვიდრე ცენტრალური და ამისთვის ყურადღება მიუქცევია იაკობ გოგებაშვილს და ერთგან წერს, რომ პოლიტიკური ცენტრის გაუქმებასო თითქოს წერაზედაც უმოქმედნიაო. ცენტრი დაუპატარავებია და ზედა და ქვედა ნაწილები გაუდიდებია და ამით წოწლოკინა ხელი შეუქმნიო. ეს ტერმინი აქვს მას სპეციფიკური. აი დიმიტრი ყიფიანზეც რომ მოგიყვეთ ამ ხელნაწერზეც. აუცილებლად მოგიყვებით, მაგრამ მანამდე ის მინდა ვთქვა, რომ სანამ დედაენა გამოიცემოდა, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო, რა ილუსტრაციებით გამდიდრდებოდა დედაენა. და ამიტომ ესეც არ იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, იაკობ გოგებაშვილის არქივში ინახება რამდენიმე მხატვრის მიერ შესრულებული ილუსტრაცია და ბოლოს ჩვენ შეგვიძლია ნახოთ, ხო, ეს ილუსტრაციები? ინახება მის არქივში, ბოლოს პრიორიტეტი მიენიჭა და უპირატესობა მიექცა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ დედაენის გამოცემაში შესულიყო ოსკარ შმერლინგის ილუსტრაციები. ხელთეთმანი მოვირგო და ხო, ჩვენი მაყურებელი ხედავს სწორედ იმ ილუსტრაციებს, რომლებიც სწორედ 1876 წლის გამოცემაში იყო დედაენის და ნამდვილად ძალიან რეალისტურია ეს ნამუშევრები და შეგვიძლია მაყურებელსაც ვაჩვენოთ როგორი ილუსტრაციებია. აქ არის ჩვენთვის ცნობილი ყველა პატარა მოთხრობის, ყველა საყვარელი მოთხრობის ილუსტრაცია. თევდორე კველთელი, ცოტნე დადიანი, იოთამ ზედგინიძის გმირობა, იავნანამ რაქმნა, არაერთი ასობით ასეთი ესკიზი ინახება ოსკარ შმერლინგისა. კიდევ რისი თქმა მინდა საინტერესო ის არის, რომ იაკობ გოგებაშვილს თავის ტექსტებს, განსაკუთრებით ლირიკულ ტექსტებს, ლექსებს უსწორებდა აკაკი წერეთელი. აი თქვენ აქ ხედავთ ძალიან საინტერესო უბისწიგნაკს, რომელიც ნაკორექტურალია აკაკი წერეთლის ხელით, მაგრამ იაკობ გოგებაშვილი იმდენად თავმდაბალი და კეთილშობილი ადამიანი იყო, რომ აი აქ ამ უბისწიგნაკს აწერია, არ ვიცი ხედავთ თუ არა, საბავშვო ლექსები აკაკისაგან გასწორებული და დაწერილი. ეს ძალიან ისეთი საინტერესო თემა. აკაკი წერეთელი თლის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგობარი სწორედ იაკობ გოგებაშვილი ყოფილა. ახლა რომ დავასრულოთ და შევაჯამოთ ჩვენი ეს ამბავი. წელი ამბის შემდეგ საინტერესო იყო რა რეზონანსი ჰქონდა დედაენას და ძალიან ბევრი გამოხმაურება ჰქონდა, რა თქმა უნდა, მათ შორის თქვენ მიერ ნახსენები დიმიტრი ყიფიანის რეცენზია 35 შენიშვნა მისცა, დედაენა მშვენივრად შედგენილი წიგნია, მაგრამ შეცდომა არ უნდა იყოს იქ, შეცდომა შემეცნებად რომ არ იქნეს მიღებულიო და იაკობ გოგებაშვილი მომდევნო გამოცემებში ითვალისწინებს. ხა დედაენამ ეს ქართული ეს შემეცნების შესაძლებლობა, ქართულად წერა-კითხვის შესაძლებლობა გაიტანა რა თქმა უნდა პერიფერიებში და არაერთი ასეთი წერილი არსებობს ინახება მის პირად არქივში, როგორ ითხოვენ საქართველოს პერიფერიული რეგიონებიდან, მაგალითად გრიგოლ ვოლსკი-აჭარიდან, ნიკო თავდგირიძე, თედო სახოკია აფხაზეთიდან, რაჭიდან, როგორ ითხოვენ, რომ აუცილებლად გავრცელდეს, თუნდაც მალულად გავრცელდეს დედაენა მათ შორის. აი ესეთი გამაერთიანებელი იყო ნამდვილად დედაენა და ფაქტობრივად უამრავ თაობას შეასწავლა ჩვენი ქართული ენა. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო მოგზაურობისთვის ქალბატონო ესმა. მე კი მაყურებელს დავემშვიდობები და ვეტყვი, რომ დღეს სწორედ 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.